თავი მე-13. პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა მწუთი სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ მწუთის სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი. სერობის დროს, როდესაც ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელისას, რომ გაეცა იგი, იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის, წამოდგა სერობიდან, გადადო ზემო სამოსელი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. შემდეგ ჩაარცხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფეხის ბანა და იმ ტილოთი შემშრალება, რომელიც წელზე ერტყა. მივიდა სიმონ პეტრესთან, მან კი უთხრა: უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი? იგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ ახლა არ იცი, მერე კი გაიგებ. უთხრა პეტრემ: უკუნისამდე არ დამბან ფეხს. იესომ უპასუხა: თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება ძილი. უთხრა სიმონ პეტრემ: უფალო, მარტო ფეხს კი არა, ხელსაც და თავსაც. უთხრა იესომ: განბანილს აღარ სჭირდება დაბანა გარდა ფეხებისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენ სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა. რადგან იცოდა ვინ გასცემდა, ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა. ფეხები რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: იცით რა გიყავით? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. სწორად ამბობთ, რადგანაც ვარ. ამიტომ თუ კი მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგეკეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი. რა კი ეს იცით, ნეტარნი ხართ თუ ამას აღასრულებთ. ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ, მე ვიცი ვინც ამოვარჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი. ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ღებულობს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს. ამის თქმის შემდეგ იესოს სულით აღშფოთდა და ამოწმა და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს მე. მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს გაუგნებულებმა, ვისზე თქვაო. იესოს მკერდზე მიეყნო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. სიმონ პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: კითხე, ვინ არის, ვისზეც თქვაო. იგი მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინაა იგი? მიუგო იესომ: ეს ისაა, ვისაც ამოუწებ ლუკმას და მივცემ. აწევს ლუკმას, იღებს და აძლევს იუდას, სიმონ ისკარიოტელისას. ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. მაშინ უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე, მაგრამ მე ინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს. რა კი ყულაბა იუდას ჰქონდა, ზოგმა იფიქრა, იესო ეუბნება სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდებაო, ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის. ის კი როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყოვნებლივ გავიდა და იყო ღამე. როცა ის გავიდა, თქვა იესომ: ახლა განდიდდა კაცის ზედა, ღმერთი განდიდდა მასში. რა კი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავის თავში და უმალვე განადიდებს მას. შვილებო, კიდევ მცირე ხანს ვყავარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდაველებს ვუთხარი, რომ სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის. გითხრა მას სიმონ პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მიმდივარ, მერე კი გამომყვები. უთხრა მას პეტრემ: უფალო,ახლავე რატომ ვერ გამომყვები? ჩემს სულს დავდებ შენთვის. იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად გეუბნები შენ, მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყობ.